მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შემოგთავაზებთ სპეციალურ გადაცემას. დღეს გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება სამხედრო ექსპერტი გენერალ-მაიორი ტრისტან წითელაშვილი. მანამდე შეგახსენებთ, რომ და გეტყვით ტელევიზიაზე, ჩვენ ტელევიზიაზე მიმდინარეობს შეტევა გარეგზალებიდან, დაშინებები და ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ ესეთი რაღაცებისგან. გამარჯობათ ბატონო ტრისტან. მოგესალმებით. ბატონო ტრისტან, მაინტერესებს არჩევნების მიმდინარეობის დროს მოსალოდნელი არეულობის შესახებ ინფორმაცია გააქვთ რა? ძალიან კარგი შეკითხვა არის ბატონო თენგის. ბუნებრივია, ეხლა მე როგორც ყოველთვის ვანონსებდი და ვანონსებ იმას, რომ მიმდინარე არჩევნების დროს ეს საპარლამენტო იქნება, ადგილობრივები იქნება, თუ საპრეზიდენტო იქნება, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ემზადებოდა არეულობისათვის. მას ნაციონალური მოძრაობას არანაირი პროგრამა, რომელიც პროგრამაც გინდ საარჩევნო, გინდ პარტიული პროგრამა, რომ მათ არანაირი მშვიდობიანი პროგრამა არ გააჩნიათ. მათი პროგრამა არის ძალადობრივი პროგრამა. ნაციონალური მოძრაობა თავიდან შეიქმნა როგორც პარტია, მე ამას ვამბობ 2000 წლებში ჩანასახი იყო როგორც პარტია, შემდგომ ამ პარტიამ რევოლუციის გზით მოიპოვა ძალაუფლება ხელში, როგორც მათ აქვთ ეს მათი ტრადიცია არის ეს რევოლუციები. და შესაბამისად შემდგომ პარტია დაგაგა ფუნქციონირება, პარტია აღარ არსებობს, არის ტერორისტული ორგანიზაცია. და რატო ვამბობ? მე არის ტერორისტული ორგანიზაცია. მე სრული უფლება მაქვს ამას რო ვამბობ და ამას რო უსაბუთებ ჩვენს მაყურებლებს. პარტია, რომელიც არ ეწევა პარტიულ საქმიანობას და ის გადასული არის ძალადობაზე, ხო? შემდგომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუნდაც ავადსახსენებელი სააკაშვილი, ავადმყოფი სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, პრეზიდენტი იყო, მოძალადე, ტერორისტი პრეზიდენტი. ამ პერიოდში მან და მისმა გუნდმა მთლიანად, ხო, საქართველოში ჩაატარეს სპეცოპერაციები. საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ანუ რას ნიშნავს სპეცოპერაციები? სპეცოპერაციები ეს იყო მათ მიერ განხორციელებული სპეცოპერაციები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს იყო დაშინების და ტერორის სპეცოპერაციები, რომელიც დაშინებას და ტერორს მეყვებოდა მსხვერპლი. ადამიანების ქუჩაში დახოცვა, ხო? აგერ ავიღოთ ეხლა ოთანაძე, კრიალაშვილი, ემირიძე, რომელიც პირდაპირ ქუჩაში დახვრიტეს, ხო? ეს ორი ადამიანი გადარჩა. ავიღოთ ნათლუღის სპეცოპერაცია, სადაც უდანაშაული ადამიანები მიიყვანეს და პირდაპირ კედელზე მიაყენეს და დახვრიტეს. მოკლეს გვირგვირიანი, მოკლეს რობაქიძე, მოკლეს სერგო თეთრაძე ციხეში, უამრავი მსხვერპლი ციხეებში, ხო? ბიზნესის ტერორი. შემდგომ ის მათთვის მიერ მიუღებელი ადამიანების დახვრეტა და ზღვაში ჩაყრა. 400 ადამიანი არის გაუჩინარებული, ხო? მათ შორის ცინდელიანი, რომელიც მოიტაცეს და დახვრიტეს და ბათუმში ზღვაში ჩაძირეს. აი მას აკეთებდნენ. შემდგომ ზუგდიდში ბუნკერები, სადაც აუპატიურებენ და ატერორებენ ადამიანებს, ხო? შემდგომ ამის გარდა თითოეულ ოჯახში შევიდნენ მოსასმენები, ტოტალური მოსმენა იყო და ამით აშინებდნენ ადამიანებს, აშინებდნენ ოჯახებს. ერთი სიტყვით ის მათმა საქციელმა არათუ მარტო ტერორისტების მოქმედებებს გადააჭარბა, არამედ კიდევ რაღაცა სასწაულებს აკეთებდნენ ესენი და ამიტომ ეხლა ყოველთვის როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებზე, ხო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევნები ყოველთვის არჩევნები მათთვის არის ყოველთვის ის, რომ არჩევნების დროს განახორციელოს რევოლუცია. მე ერთხელ ვისაუბრე, როდესაც პირველად მათმა დაანონსეს საბურაების ისა რევოლუცია და ეს ასეც იყო, ფაქტის სახეზე არის და ჩვენ ადგილის მიუთითე ჩვენს იმას სპეცსამსახურებს, სადაც ახდენენ ისინი საბურაების შეგროვებას. შემდგომ იყო და უკრაინიდან ჩამოიყვანეს ჯგუფები. შემდგომ იყო და კიდევ აქ ადგილობრივ ჯგუფების მობილიზაციას აკეთებდნენ. ეხლა ამათი ესენი ტყუილა კი არ იძახიან, კაცო, რევოლუცია, ეხლა ანეწითლიძე და ეს ბოკუჩავა და ეს დანარჩენი სხვა შპანა, ნაციონალების მოძრაობის შპანები, ამათ რას იკაკეთების თავი აქვს. ესენი არიან უბრალოდ გამხმოვანებლები, მაგრამ ამათ უკან არის ძალები, რომელიც ძალებიც არის დღეს საქართველოში და რომელიც ძალებიც ემზადებიან იმისათვის, რომ მათმა დავარონ სისხლი საქართველოში. ეს ძალები არის განთავსებული კონსპირაციულ ბინებში, შემოსული არის საქართველოში უკვე გარკვეული
მარტოული ჯგუფები, ამავდროულად მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ფული გადაუხადა და შემოიყვანა ტერორისტული ორგანიზაცია იგილის ტერორისტები. რომლებსაც უნდა მოაკვლევინონ ქართველი ხალხი. წარმოიდგინეთ თქვენ, აი ეს ამ დონეზე არის ესენი მისული. ამიტომ ახლა ამ არჩევნების დროს მე თუ ახლა მათმა დაინახეს რომ როგორც ამბობენ რომ ჩვენ საზოგადოების დიდი ნაწილი გვიჭერს მხარს ხო არა საზოგადოების დიდი ნაწილი მათ არ უჭერს მხარს ხო არა ფაქტი სახეზე არის ახლა აგერ მაშინ 23-ში ვერ გამოიყვანეს 13-ში ვერ გამოიყვანეს ხალხი და რაღაც გარკვეული დაფინანსებული სექტანტური ჯგუფები ერთ და იგივე ჯგუფი არის ესენი აპირებენ არეულობას არჩევნების დროს მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნებთან მე ხო საარჩევნო უბნებთან მათი ეს აქტივის ჯგუფები მოვა ზონდერ ჯგუფები რომლებიც გამოიწვევენ პროვოკაციებს ხო როგორმე ამ პროვოკაციების საფუძველზე ააგორონ ძალიან მასიურად და დიდი შეტაკებები ხო ამას ეს აქვთ გეგმაში აქვს და შემდგომ მოხდება უკვე ეს მეორე დღეს მასშტაბური მოქმედებები რომელიც მეორე დღესაც მათ უნდა ხალხი გამოიყვანა მთავრობის აღწით და როგორც მათი განცხადებით და მათი ესე იგი მომეთქვი გეგმით რომ უნდათ მათ მასიური საზოგადოების დიდი ნაწილი გამოიყვანა ქუჩაში გადაკეტონ ქუჩები გადაკეტონ ისენი სტრატეგიული ობიექტები პარალელიზება გაუკეთონ გამგეობებს მერიას პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურს და შესაბამისად დაიწყონ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია ეს გეგმა არსებობს და ამ ეს მარტო გეგმა კი არ არსებობს ამისთვის ემზადებიან იმისთვის რომ მათ აქვთ იარაღი კაცო. ეხლა იარაღი აქვთ ეს კარგად იცის სპეცსამსახურებად ჩვენმა კაცო. მათი აქვთ იარაღი ყველას იმ ყოფილ სამხედროებს და იმ ზონდერებს რომლებიც სააკაშვილის დროს იყვნენ და ღებულობდნენ ძალადობრივ ოპერაციებში მონაწილეობას, ხო? და ეს ამავდროულად მხარდაჭერა აქვთ მათ დასავლეთიდან ფინანსური მხარდაჭერა. ასევე ზელენსკის განცხადება შემთხვევით არ იყო გუშინ წინ რომ გაეროს ხომაზე გააკეთა განცხადება საქართველოს მიმართებაში, ხო? ზელენსკის ჩართული არის პროცესებში ზელენსკის გუნდის ჩართულია ამ პროცესებში და უკრაინული დაჯგუფებები ჩართულია ამ პროცესებში. ანუ აქ არის მასშტაბური, ესე იგი, მოქმედების საფრთხე, რომელი მასშტაბური მოქმედების საფუძველზე თუნდაც მათ ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალაუფლება აიღონ ხელში. ამათ ეგ არჩევნები არ აინტერესებს, ამათ საქართველოს არ აინტერესებს, ამათ აინტერესებს ერთი, რომ მიაღწიონ იმ მიზანს და შეასრულონ განახორციელონ ის გეგმები, რომელი გეგმებით მოდის პირდაპირ დასავლეთიდან და მოდის პირდაპირ დიდი ბრიტანეთიდან. ინგლისიდან რომ მათ უნდა საქართველოში დღევანდელი ხელისუფლება ჩამოაგდნონ შესაბამისად აიღონ ხელში მართვა და ამის საფუძველზე უკვე განახორციელონ გეგმა A B გეგმა B ეს არის გეგმა B დაიწყოს უკვე საქართველოში ეტაპობრივად როდესაც ისინი ხელში აიღებენ კონტროლს ყველაფრისას აეროპორტის კონტროლს რკინიგზის კონტროლს სამთავრობო სტრუქტურების კონტროლს ხო შემდგომ დაიწყება ჩარტერული რეისები საქართველოში შემოყვანა ბოევიკები რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იქნება შემოყვანილი ეს ბოევიკები პოლონეთიდან საფრანგეთიდან ბრიტანეთიდან და აი აქ გახდება უკვე ამ დაქირავებულების ბაზა რის საფუძველზე შემდგომ მათი გეგმის ნაწილი არის რომ დაეწყონ აფხაზეთის მიმართულებით მოქმედება და გახსნან მეორე ფრონტი. ეს არის მათი მიზანი. და არა ის რომ მათმა მშვიდობიანად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მშვიდობიანი გზებით ჩაატარონ ეს არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას წარუდგინონ თავისი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მშვიდობიანი გეგმები და ამის საფუძველზე მათმა დაიწყონ ქვეყნის განვითარება. ეს არ არის მაგათი გეგმის ნაწილი. ეს ამას არასდროს არ ქონიათ ესეთი რაღაც მშვიდობიანი პოლიტიკისაგან მიდრეკილება და მშვიდობიანი პოლიტიკის მშენებლობა. იყვნენ მოძალადეები და დარჩენ მოძალადეები. იყვნენ მკვლელები და ტერორისტები და დარჩენ მკვლელებიც და ტერორისტებიც. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში რომ გადავიდნენ იმ დროსაც უკვე და დღესაც ამას აგრძელებენ. საგებია. ბატონო ტრისთან, ამინდა გკითხოთ. ვინ არიან ის ყოფილი ძალოვნები, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან იმუქრებიან და მოუწოდებენ საზოგადოებას რევოლუციისკენ? გეცოდინებათ ალბათ. რა თქმა უნდა, მე ყველა ვიცი აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე თელი ჩემი ცხოვრება გავატარე სამხედრო სამსახურში და მთლიანად დღესაც მე ჯარისკაცი ვარ ჩემი ქვეყნისა, დღესაც მე ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარ, მიუხედავად იმისა, რომ მე თანამდებობებზე არ ვარ, მაგრამ ჩემ თავს ვთვლი, რომ დავდგე იქ, სადაც ჩემ ქვეყანას ჭირდება და დღეს ჩემ ქვეყანას ჭირდება მე აი აქ, ჩემს ქვეყანაში, რომ დავიცვათ მშვიდობა და დავიცვათ
სიწყნარე და ყველაფერი იყოს ისე როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ესაჭიროება. ეხლა ვინ არიან, ვინ არიან ის ადამიანები, ის სამხედრო და ის ყოფილი ძალოვნების მაღალჩინოსნები, რომლებიც დღეს მართლაც იქიდან რაღაც ჩვენთვის კი არა, ქვეყნისათვის მიუღებელ განცხადებებს აკეთებენ. მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ. რატო შაიშმელაშვილი? ვინ არის შაიშმელაშვილი? პოლკოვნიკი შაიშმელაშვილი. ნუ ეხლა მე რო დღეს ვიყო შინაგასაქმეთა მინისტრის ადგილას, პრემიერის ადგილას და ვისაც ეს ხელებწიფება, ხო? მე შაიშმელაშვილს ჩამოართვინე ყველა იმ რეგარიებს და ყველა იმ წოდებებს, ყველა იმ ჯილდოებს, რომელიც მას მიღებული აქვს სახელმწიფოს მხრიდან, რადგან მისი განცხადებებიდან გამომდინარე, მას ეს არ ეკუთვნის. ის მუშაობდა შინაგასაქმეთა სამინისტროში, გედედეში იყო დაგეგმარების უფროსი იყო, რომელიც თურმე ეს დარბევის ოპერაციები და ისინი ხდებოდა საქართველოში, ის მისი დაგეგმარების გარეშე არაფერი არ გეთებოდა აბსოლუტურად. მისი დაგეგმარება, მათ შორის გომურს, რომელსაც თვალი ამოთხარეს, ხო? ის იყო მაშინ დაგეგმარების უფროსი და ეხლა იქ დამოუკიდებლად ისა სპეცნაზელი იმას იარაღს არ გაისვიდა იმის წინააღმდეგ. ზანების გარეშე. რა თქმა უნდა, ის გეგმის ნაწილი იყო. რომ გეგმის ის იყო სწორედ იმისთვის იყო გათვალისწინებული, რომ შემდგომ უკვე მასიური არეულობა მომხდარიყო და წასულიყო ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ ის როცა იქ მუშაობდა, მაშინაც ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა. მაშინაც. რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მაშინ მოხდა, ხო? ეს კახარია იყო შინაგასაქმეთა მინისტრი და ეს იყო ისა დაგეგმარების უფროსი იყო, ხო? და ერთი ვაზნაც რო გაისროლო, ხო? ნუ ხა მე ისა ფუჭი ვაზებზე მაქვს საუბარი და რეზინის ტყუებზე მაქვს საუბარი, რაც მათ აღჭურვილობაშია. და ან ისა ციცაკის სპრეი გამოიყენო, ხო? მის გარეშე მას გაწერილი აქვს თითოეული რეზინის ტყვია, თითოეული ფუჭი ვაზნა, თითოეული ციცაკის სპრეი, რომელიც ჭალვის უნდა მიასხა, ვის უნდა მიასხა. ეს მისი ხელმძღვანელობით ხდებოდა ყველაფერი. როდის აბარა, ანუ მას აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, აი ეგეთ რაშია საქმე. და მისი რომ მეტყვი ერთ-ერთი დივერსიული მოქმედება იყო მისი მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ. და როგორც ჩანს ის გაიშიფრა შემდგომ და გაიქცა, იმიტომ გაიქცა, წავიდა. ნახეთ შემდგომ ყველა ის სამხედროები, რომლებიც ყოფილი სამხედროები და თითქოს და მე რა უფლების საუბრობენ, ისინი სამხედროების სახელით, ვინ მიცა მათ ამის უფლება. როდესაც ჩვენ სამხედროები, რომლებიც საწყისიდან, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ჩვენი ქვეყანა, ხო, პირველი ნაბიჯი გავაკეთეთ და დავიწყეთ ქართული ჯარის ამშენებლობა და ქართული ჯარის ჩამოყალიბება, სადაც ხელფასებიც კი არ მქონდა. ხელფასებიც არ მქონდა, სახლიდან მქონდა საკვები, რომ იქ ერთმანეთში გამოგვეკება და რაღაცნაირად მქონოდა მუშაობის საშუალება, ხო? და დღემდე მოვდივართ აი ესე იმით, ხო? ნაბიჯ და შევქენით რაღაც სისტემა, სტრუქტურა, სადაც ჩამოყალიბდა აი ესეთი დიდი უზარმაზარი ძალოვანი ქვისანი, რა ქვია, სამინისტროები, ხო? აი იქიდან დავიწყოთ. ხო? ამიტომ ეხლა არ გავქცეულვართ ჩვენ არსად. არ გავქცევივართ არც ერთ პრობლემებს. არც წინაღობებებს, მით უმეტეს სააკაშვილის დროსაც არ გავქცეულვართ, ვიცოდით რომ დაგვიჭერდეთ. მაგრამ არ გავიქეცით მაინც, არ დავტოვეთ ეს ქვეყანა. იმიტომ არ დავტოვეთ, რომ სამხედროს ისა არ აქვს შინაგანად იმის განწყობა და იმის რომ მეტყვი სურვილი, რომ მან მიატოვოს ბრძოლის ველი. უფლებაც არა. არც უფლებაც არა გვაქვს. და ვერ მივატოვებთ ჩვენ მით უმეტეს იმ დროს ქვეყანას, როცა ქვეყანა არის გასაჭირში, ხო? და რაღაც გარკვეული პრობლემები არის ამ ქვეყანაში, ხო? ამიტომ ნებისმიერი საფრთხეები, რომელიც შენ წინააღმდეგ მოდის, ხო, როდესაც შენ ერის და ქვეყნის სამსახურში დგახარ, ხო, ამ საფრთხეებს უნდა გაუმკლავდე. თუ კი შენ მუნდირი გაცვია და შენ თუ ხარ მუნდირის ქვეშ, შენ უკვე ვალდებულება გაქვს ქვეყნის წინაშე, ერის წინაშე, სამხრეები გაქვს, მით უმეტეს მაღალჩინოსანი ხარ, ხო? შენ კი არ უნდა გაექცი აქედან, კი არ უნდა წახვიდო. პირიქით უნდა გაჩერდი აქ და ეს პრობლემები შენი მოქმედებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობიანი გზებით გამოიყვანო და ნორმალური, ესე იგი, რომ მეტყვი მუშაობის საშუალება მიცე პოლიტიკოსებს. ამის ხარ შენ. აი ესენი გაიქცეს უკვე. ესენი დეზერტირების უკვე და შაიშმელაშვილიდან დაწყებული, დამთავრებული სხვა დანარჩენი იმ ოფიცერთა შემადგენლობიდან და იმ ვეტერანები, რომლებიც იქით არიან გაქცეული, იქიდან გვემუქრებიან. მე ყველაზე არა მაქვს საუბარი. ვინც გვემუქრება? ვინც იქიდან მოუწოდებს და ჩართული არის პოლიტიკურ პროცესებში, ხო? და იქიდან მოუწოდებენ ხალხს სისხლისგვრისაკენ, ხო? ისინი არიან მტრები საქართველოსი.
ეს არ არის ჩვენი მიზანი და ჩვენი სურვილი. ჩვენი სურვილი და ჩვენი მიზანი არის და ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელიც უკვე მიდის და ერთმანეთს ფაქტიურად უკვე გადადის შეერაღებულ დაპირისპირებაში, ეს უნდა განმუხტოთ აუცილებლად. და როგორმე ერთი მხარესაც და მეორე მხარესაც უთხრათ, რომ აი ესეთ სისულელეებს დაანდებეთ თავი და მიდით დაიწყეთ პოლიტიკურ ჭრილში ბრძოლა. პოლიტიკურ ჭრილში, მშვიდობიანად პოლიტიკურ ჭრილში. და არა შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების ინიციატორი ხარ შენ. ინიციატორი ხარ შენ, მაპატია დავამთავრებია, ბოლომდე ჯერ არ დავამთავრებია და შენ მოუწოდებ კიდევ აქ მყოფ სამხედროებს, ოფიცრებს, გენერლებს, რომ ესე იგი თქვენ აიღეთ იარაღი ხელში და ესწროლეთ ქართველ კაცს და მოკალით ქართველი კაცი, რომ ჩვენ შემდგომ გაქცეული სამხედროები და გაქცეული პოლიციელები, რომლებიც ვართ იქ საქართველოსთან და ვიმყოფებით იქ, შემდგომ ჩამოვიდეთ და აი ამ სისხლზე, ამ ქართველების სისხლზე ჩვენ შევიფნოთ კარიერა. ჩვენ ესე იგი მოვითმოთ ხელი და ჩვენ მოკლედ ვიცხოვროთ ტკბილად და თბილად. აი ეს არის შაიშმელაშვილები და ის ადამიანები, რომელი ადამიანებსაც ჯერ გასცემკვევი არის. ქართველები არიან ესენი, ან შაიშმელაშვილი, ან ის ოფიცერთა შემადგენლობა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკეთები განცხადებას. აქვთ რაიმე ქართული ამ ადამიანებს? არის რაიმე ქართულ სიყვარულში არის ეს ადამიანების გზნობა, შინაგანი გზნობა, ხედვები, საერთოდ, როდესაც ესეთ განცხადებებს აკეთებს შენ ოფიცერი და როდესაც შენ ასე პირდაპირ სისხლის ღრისაკენ მოუწოდებ საზოგადოებას და ეუბნები რომ ქართველი მოკალიო, შენ აღარა ხარ ოფიცერი, აღარა ხარ სამხედრო, აღარც გენერალი ხარ, შენ აც რიგითის ჯარისკაცი არა ხარ. შენ ახარ მტერი შენი ქვეყნის უკვე. შენ ახარ უკვე ის მტერი, რომელიც მტერის დღეს ჩვენ გვყავს და ცდილობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის სრულ დამონებას. აი ეს ახარ შენ და ეს ადამიანები არიან ესენი, რომლებიც აი ამ პროცესებში არიან ჩართული. და არა ის რომ გამოვიდნენ იქიდან და მოუწოდონ საზოგადოებას, რომ როგორმე მშვიდად ჩაატარეთ ეს არჩევნები, როგორმე დავანახოთ მსოფლიოს საზოგადოებას ჩვენი კულტურა, საარჩევნო კულტურა და ჩვენი ეს ნებარო, ჩვენ ვართ ქართველები, მშვიდობის მოყვარული ადამიანები, ჩვენ არა ვართ მოძალადეები, ჩვენ ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ოჯახის ტრადიციის მატარებლები, ჩვენ გვიყვართ ჩვენი ისტორია, ჩვენი წინაპარი და ჩვენი წინაპრების მონაპოვარზე დღეს ჩვენ მოვდივართ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგზელებთ ჩვენი ქვეყნის ამშენებლობის საკითხს აგურ და ეხლა რომ შენ გამოდიხარ და სისხლის ღრისაკენ მოუწოდებ ადამიანებს, ხო? და მკვლელობისაკენ მოუწოდებ და კიდევ აქეთ ტერორისტები შევამიყვანენ ქვეყანაში და შენ კიდევ მზად აღარ იმისათვის რომ თუ კი აქ მოხდა მაგდაც შეტაკება და ხელში აიღეს კონტროლი აეროპორტების და იმის და მე კიდევ შენ ახთენ იქ ბოიკების ამ დაქირავებულების მობილიზაციას და მოხავს ქვეყანაში და ქვეყანა აქციო შენ უცხო ქვეყნის დაქირავებულების პოლიგონად და აქ დაღვაროს სისხლი შენ უკვე სამოქალაქო ომი და შენ რა თქმა უნდა სამოქალაქო ომისაკენ მოუწოდებენ ესენი. ამიტომ არის რომ ჩვენმა ძალოვნებმა, ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა, უშიშროების სამსახური იქნება, პროკურატურა იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება, რომლის ფუნქციებშიც ეს შედის. ყველა ეს ადამიანი იყოს მათი იდენტიფიკაცია მოხდეს აუცილებლად. ყველა ადამიანი, ვინც იქიდან მოუწოდებს, ხო, ეს ყოფილი ძალოვნები, ჩვენ არა ვართ ყოფილები, ჩვენ მოქმედები ვართ დღეს სამხედროები და ის პოლიციელები და ის ვეტერანები, რომლებიც დღეს აქ ვართ საქართველოში და რომლებიც დღეს ჩვენ ვიცავთ მშვიდობას და ვიცავთ იმ წესრიგს, რომელიც წესრიგის საფუძველზეც უნდა ჩატარდეს არჩევნები მშვიდობიანად. კი ბატონო, არავინ არ არის წინააღმდეგი. არა, ყველა შეიძლება მეც ბევრი რაღაცები არ მომწონს, კაცო, ხო? რაღაცები მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობები ამ ქვეყანაში, მაგრამ ბიჭო, შენ როგორ ამოგდის პირიდან სიტყვა და ამბობ, რომ აი, გამოვიყენოთ იარაღი და ჩვენ ესე იგი მოვახდინოთ რევოლუცია და ჩვენ დავღაროთ სისხლი ქვეყანაში და ჩამოვაგდოთ ხელისუფლება. კარგი ბატონო, ხელისუფლებას ერჩი? ხო, ხელში აერჩი ხელისუფლებას, ხო? გასაგებია, მაგრამ გამოდი პოლიტიკურად იბრძოლე, ხო? დაიზახრო არა მე თქვენ რას გერჩითო კაცო ხავსო ჩვენ ხელისუფლებას ჩამოვდოთო ბიჭო ამ ხელისუფლებას ყავს ამორჩეველი 56 თუ 18% ხო ამორჩეველი ანუ ის ამორჩეველი არის ხელისუფლება არის იმ ამორჩეველზე დაყრდნობილი თქვენ როგორ მგონიათ ახლა ის ამორჩეველი გაჩერდება და ესე დაელოდება როდის მიადგებიან თვითოულ მათგანს სახში ესენი ეს ნაძირლები ეს ტერორისტები ისინი ხო იმოქმედებენ ანუ ეს არის უკვე სამოქალაქო ომი ქვეყანაში ხო და ამ სამოქალაქო ომის ინიციატორები და სამოქალაქო
ომის სული ჩამდგმელები და აი ამ თლიან მთელი ამ გეგმის განხორციელებლები არიან სწორედ ის შაიშმელაშვილები, აქ არიან ესენი, რა ქვია, აქ წითლიძეები, სანიკიძეები, ეს ბოკუჩავები და ყველა ეს სექტანტური დაჯგუფებები, რომლებსაც არ წამთ არა ქართული არაფერი. ვერ აზროვნებენ ქართულად, ვერ ხედავენ ქართულად, ვერ ცუნთქავენ ქართულად, იმიტომ რომ არ არიან ესენი ქართველები. შინაგანად არ არიან ესენი ქართველები, ამათაც გვარდასახელები ქართველები. დანარჩენი მთლიანობაში თავი და ბოლომდე აზროვნებით და მთლიან ფიქრებით არიან აი პირდაპირ ამ დასავლური სექტანტური რაღაც იმაში გადამხტარი და ამათი ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულები და მოქმედებენ ამათი დირექტივებით. არაფერი მათ არ აშველებათ. ერთი გამოსავალი არის, მე ვიცი რომ ჩატარდება არჩევნები ძალიან კარგად და ჩაილვის ყველაფერი ნორმალურად. ამ ადამიანების სრული იზოლაცია უნდა მოხდეს. ჯერ ერთი იმ გარეშე მტრები რო არიან იქ აქცეული აქედან. ვითომ ქართველები არ არიან ქართველები. სახელმწიფომ ჩვენ ამას კატეგორიულად დავაყენებთ ამ საკითხს ვეტერანების, სამხედროების დავაყენებთ ამ საკითხს კატეგორიულად და ქვეშ დაგვიდგებიან პოლიციელებიც, ყველა ის გაქცეული სამხედრო, გაქცეული ეს პოლიციელები, ყველანი ვინც გაიქცა და მიატოვეს სამსახური მიატოვეს. არის ორი ვარიანტი არის. შენ როდესაც შედიხარ ესე კინაშინაგან საქმე და სამინისტროს სტრუქტურებში და თავდაცვის სამინისტროს დამუშავების სტრუქტურებში, ხო? რა შემთხვევაში მოდიხარ იქიდან, ხო? ან ერთი სამსახურეო მოვალეობის დროს ტრანვა მიიღე, ხო? ან ჯანმრთელობის ის მიიღე და ხდება გაკომისიებაში და მოდიხარ. და ან მეორე, როდესაც უკვე შენ იმსახურებ იმ წლებს 20 წელი არის. ხო, 20 წელი არის იმსახურებ კალენდარულად 20 წელს და მე მოდიხარ იქიდან და სხვა შემთხვევაში რო ტყვევები და მიდიხარ ხარ დეზერტირი. ანუ ისინი არიან დეზერტირები. ისინი გაეცენ აქედან ყველაფერს აბსოლუტურად. წავიდნენ იმისათვის რომ თავისი პირადი ცხოვრება ფუფუნება შეექმნათ იქ. ნუ ხლა კი ბატონო ანაზღაურება დიდია იქ ამერიკაში და ბევრი კიდე წავიდნენ იმისათვის რომ შეთანხმება მოახდინეს სპეცსამსახურებთან. მე წამოვალ გამოვიქცევი, თითქოს მე ვარ დევნილი ქვეყნიდან და მე იქიდან დავიწყებ განცხადებების კეთებას, ოღონ როდესაც მე გავაკეთებ სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებებს, შეუნა გადამიხადო მე ფული. ესმით, აი რა დონის და რა აზროვნების და რა ესე იგი ფიქრის ადამიანები არიან ესენი ეს შაიშმელაშვილები და ეს არამზადები, რომლებიც იქიდან რევოლუციით გვემუქრებიან და გადატრიალებით გვემუქრებიან. და მაშინ რას ნიშნავს ეს მშვიდობიანი და ლამაზი რევოლუცია? ეს ავანტყოფები რო დღეს აქ გამოდიან და მიძახიან რომ მშვიდობიანი და ლამაზი რევოლუცია. ჯერ ის ქალბატონი ვინც არის ის დედა არის ის კაცო. როგორ შეიძლება რომ დედის პირიდან ესეთი სიტყვები ამოვიდეს, ხო? შემოუხვევია ეს ქართული დროშა ხერებზე და დადის და მშვიდობიანი და ლამაზი რევოლუცია. რევოლუცია მშვიდობიანი და ლამაზი არ არსებობს. რევოლუცია არის იარაღი, სიხისღვრა, ადამიანის ყლა, ეს არის რევოლუცია, ხო? და ეხლა ის ხალი მე ამ ხალხს ურჩევდი რომ წასულიყო ეკლესიაში და ჯობდა რომ იქ ლოცვები და მთელი ეს მის მიერ და მისი შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები მოინანიებია. ეხლა მე ციხეში ჩაჯდომისული არავის არ მაქვს, მაგრამ როდესაც შენი შვილი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელია, პოლიციელს წვავ, სახელმწიფო შენობებს წვავ, კერძო ბიზნესს ანადგურებ რუსთაველზე, ხო? იმაშვები ავტომობილებს წვავ და იქ მთელი პიროტექნიკით გადაბუგე ყველაფერი, ხო? პასუხი არ უნდა აგო ადამიანის დანაშაული არის, ხო? ხომ იცი რომ შენ მაშინ ეს დანაშაული გააკეთა? ვისი ბრალი არის ეს? შობელის ბრალი არის. შობელის ბრალია. ამიტომ მე იმ ხალის ადგილზე რო ვიყო რა, ტელევიზიებში კი დავიწყდი პოზირებას, ასე სისულელების კეთებას. ეკლესიაში წავიდოდი, იქნებ რაღაცა ეშველოს მის შვილს და გადაარჩინოს მისი შვილი აი ამ სულიერი ოკუპაციიდან და თავისთავი გადაარჩინოს. და სხვა დანარჩენი კიდე ბურჭულაძეები რო გამოდიან და მშვიდობიანი რევოლუცია, ნადიმ ხმანაძე მშვიდობიანი რევოლუცია და კიდევ ეს გოგა ხაჩიძე და ეს გონება არეული ადამიანები. არ არსებობს ბატონო თენგის მშვიდობიანი რევოლუცია. რევოლუცია არსებობს მხოლოდ ერთი, სისხლი და მეტი არაფერი. ეს არის მაგათი მშვიდობიანი რევოლუცია. უბრალოდ ახლა სახელი შეუცვალეს, არა ამბობენ რომ ჩვენ მოვდივართ ავტომატებით და მოვდივართ ტანკებით და მოვდივართ მითი რაღაცა ქვია მოლოტოვის კოქტეილებით და ამით გადაგბუღავთ და გადაგწვავთ, მოდივართ, უნდა მოგეფეროთ და უნდა მოკლათ. ამას გეუბნები. ეს არის მათი მშვიდობიანი რევოლუცია. ეს არის მათი მიზანი. ხო, მათი მიზანი, ეს არის მათი მიზანი და ეს უნდათ რომ გააკეთონ. აი აქ ყოფ ძალებსაც და იქ გარეშე ყოფ ძალებსაც, რომლებიც უკვე ჩასაფრებულები არიან და ფაქტიურად
ჩართული არიან ამ პროცესებში, კიდევ განმეორდები ეს ინგლისის სპეცსამსახურები, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები, ევროპის მთელი გაერთიანებული ევროპის მთელი სპეცსამსახურები და მუშაობენ. ეს არის მათი ბოლო გაფართხალება. აი ვაბანკზე მიდიან უკვე. გამოვუვათ, არ გამოვუვათ და დამთავრებული არის მათი საკითხი, მაგრამ მე დარწმუნებული არ გამოვუვათ. რატო არ გამოვუვათ? იცი ქართველი ხალხის ნება, ქართველი ხალხის სურვილი და ქართველი ხალხის რომ ვიტყვი, მთელი ეს ნატრა არის, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური. მშვიდობა იყოს ქვეყანაში და უყვარდეს ადამიანებს ერთმანეთი და პატივი მიაგონ ერთმანეთს და იყოს ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის წინა საფეხურზე ოჯახური ტრადიციები, წმენა, ეკლესია, მართლმადიდებლობა, ერი, ბერი, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ამის ეს არის ქართველი ხალხი. ეს არის ქართველი ხალხის სურვილი და ეხლა რაღაც დაჯგუფებას, ეს არის დაჯგუფება, ტერორისტული დაჯგუფება ეს აღარ არის პოლიტიკური პარტია. მე თქვი რატომ მაგას არ არის? აი ეს ტერორისტული პარტია, ტერორისტული დაჯგუფება აუცილებელი არის რომ აქაც დაიწყოს შიდა წმენდები გასაგებია რა დღეს წინა საარჩევნო კამპანიაში არის ხელისუფლება, მაგრამ არჩევნების შემდგომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აგებინოს ყველას პასუხი აბსოლუტურად. ყველას უნდა მიეცეს შესაბამისი რომ ვიტყვი ის საზღაური რა დანაშაულები შეიქმნა მათმა ქვეყნის წინაშე და კვალიფიკაციის და მიხედვით უნდა მოხდეს მათ მიმართ სამართლებლები დევნა. ეს უნდა გაკეთდეს თუ არა, ამას გააკეთებს ქართველი ხალხი. გასაგებია და მინდა გითხრათ რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ლევან სანიკიძე თქვენს მიმართ კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციას და რას ეთქვით? რა უნდა უთხრა, ეს არის გაჭირვებული ბავშვი, ეს არის გაუბედურებული ბავშვი. აი მაგ ბავშვის უბედურება არის მამამისის კისერზე. მამამისის კისერზე, მამამის ეხლა მე მოусმინე კაცო მაგ ბავშვის იმას, რა ქვია, რაღაც სისულელეებს, ხო? ნუ ხა მე ამ ბავშვს არა ვერ გავუყვები და არ ავყვები, იმიტომ რომ შვილის ტოლა არის და თვითონ უნდა ქონდეს იმის შეგნება და შეგრძნება, რომ მამის ტოლა ადამიანებს მიმართ ასეთი მიმართებით არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ადამიანები, აი ეს კონტინგენტი, აი ლევან სანიკიძის ნაირი კონტინგენტი, ახალგაზრდები, ყველა ეგეთები არიან, იმიტომ ყველა ტვინი აქვს მოწამლული და ტვინი რო აქვს მოწამლული, ეს არის მშობლების ბრალი და ეს ბავშვის მდგომარეობაში ჩავარდა რა მდგომარეობაში ახლა ეს ბავშვი არის და დაყობა ზუკნა ძაღლებით იმას ბოკუჩავას იქით-აქეთ ხო და გაღიმებული სახით სელფაოს ვითომ და აი იმას შევხვდი და ათავისთავი უკვე რაღაცა გონია ეს არის დამღუპველი მაგისთვის მამამ შვილი ჩასვა იმ გემში რომელი გემიც იძირება უკვე ანუ მამამ გაყიდა შვილი უკვე თავიდან ბოლომდე დაღუპა ეს შვილი მithumetet მამამისი ეხლა მე მოღალატე ხარო მე მეუნება მაგრამ მე მაინც არ მინდა კიდევ ამ ბავშვს მამის მიმართ ცუდი განწყობა იმას მაგრამ შევახსენებდი მამამისის იმას გადაწყვეტილებებს ღალატის მხრიდან როდესაც ის მოღალატეობის გადაწყვეტილებებს ხებულობდა და თქვენ რო იძახეთ ლევან შვილო რომ ჩემი ოჯახის წევრსო დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე აქვს ხელი მოწერილიო დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე იმდენ მოღალატეს აგენტს აქვს ხელი მოწერილი რომელსაც დაღუპეს ვიად გამსახურდია და უღალატეს ვიად გამსახურდიას და კაცი ჩაუგდეს მგლებს ხახაში გაიგე და მათ შორის მამაშენიც იყო ეგ გაიგე და ამიტომ მამაშენ შეეკითხე რატომ გადადგეს ნაბიჯები და რატომ გააკეთე ეს მამაშენი სად იყო ბიჭო მე რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის ბრძოლობდი გაიგე სად იყო მაშინ მამაშენი იმას აქში იყო რომ ის ჩემ გვერდში ყოფილიყო და იარაღი დაეჭირა ხელს და აფხაზეთი იყო თუ სამაჩაბლო იყო თუ 2000 წელი იყო მდგარიყო ჩვენთან და დაეცვა ჩვენი სამშობლო სად იყო მაშინ მამაშენი გაიგე და შენ ახლა დღეს გამოდიხარ და დემაგოგობ რაღაცას და უძიხარ ვიღაცა პელენძუნკა და ზუკნა ანიწითლაძე წითლიძეს რა გვარი არის ის რასაგავს ვინ არის ხალია კაცია რობოტი არის თუ რა წარმოადგენს და რა სახეობა წარმოადგენს ვერ გაიგებ და ჭორაობთ იქ ჩემზე მეტი საქმე არაფერი არა გაქვს თქვენ ნუ ჩემ ჭორაობ ჩემზე არის ჭორაობთ მეტი თემა თქვენ ვერაფერი ვერ მოძებნეთ დიახაც აგახიეთ 5 ნომერი და ასახები ქონდათ ეს 5 ნომერი და პარტიასაც მაგლი აგახებთ ახლა გაიგე და დაქტოვებთ ესე იმაში რა ქვია ყველაფრის გარეშე და სამართლის მე კი დავდები პროკურატურაში და მე კი დავდები სასამართლოს სკამზე თქვენ დავდებით სასამართლოს სკამზე და თქვენ აგეთ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით თქვენ ახართ ეს ყველაფერი დღეს რაც ამ ქვეყანაში ხდება თქვენ ახართ პირველი დივერსანტები თქვენ ახართ საბოტაჟნიკები თქვენ ახართ სწორედ ქვეყანა რომ ეკონომიურ კრიზისში ჩააგდეთ თქვენ ახართ ის სპიონი ბავშვები, რომლებიც დარბიხართ ხან ბრიუსელში, ხან ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში და ხედავთ ჭორები ჩაგაქვთ და გინდათ რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამოქოქოთ თავიდან ბოლომდე მთელი ეს სისტემა და დაუპირისპიროთ საქართველოს და საქართველოს მოახდინოთ მთლიანად იზოლაციაში.
ამისთვის დარბიხართ თქვენ დარბიხართ იმისთვის რომ ეხვეწებით იქ და ესე მუხლებში ვარდებით და ერთ ადგილას ყოცნით გაიგე კონგრესმენებს და ევროპარლამენტარებს რომ როგორმე საქართველოს გაუუქმონ ის ვიზა ლიბერალიზაცია აი თქვენ ახართ ეს აი მას აკეთებთ აი მეტი ხალატი რა გაგინდათ ქვეყნისთვის მეტი ხალატი რა გაგინდათ ხალხისთვის გაიგე ამას აკეთებთ გაიგე და ამით ახართ დაკავებული ხო და ეხლა ჩემზე რო ისაუბრებ ლევან ბიძია მომისმინე აქეთ ხო ცოტა არ იყოს გადახედე იმ ჩემს წარსულს გაიგე და გადახედე მე მამაშენის წარსულს და მე ისაუბრე ჩემზე გაიგე და მე გააკეთე ჩემზე განცხადებები და გარშოკებს თქვენ წეკავდით და გარშოკებს ახლა წეკავთ კიდევ თქვენ და დაძლებხართ ინახიდაშოს გარშოკით უკან გაიგე აი ეს ახლა შენ ახლა და ეს ეკუთვნის ამბავს და მე აღარ ვიტყვი შენზე არაფერს რაც გენა ის ისაუბრე რა განცხადებაც გინდა ეს გააკეთე ჩემთან მიმართებაში ეს არის ჩემი შესვიმად მე არც ვაპირებდი კიდევ რომ ეხლა შენს ამ რაღაც სისულელეებზე მე კომენტარები გამეკეთებია მაგრამ აგრე ბატონმა წამყვნა რამ დამისვა შეკითხვა მე იზოლებული გავხდი რომ მე გამეს ამაზე პასუხი აქტუალურია სოციალურ ხო ვიცი რომ აქტუალური არის მაგრამ ესენი ავადმყოფები არიან და ამათი ავადმყოფობა არის მამამისის კისერზე რა მე კიდევ განმეორდები შვილი მიიყვანა სასაგლაოზე რა ამ კაცმა და ჩაზირულ გემში ჩასვა. გემი რო იძირება ეგ ჩასვა უკვე შვილი. გაწირა შვილი და ხა ის ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას რას უსურს? ერთი მითხარი როცა თავის შვილს ასე მიუდგა. დაბოლოს მიმართეთ. დაბოლოს მე ხო, დაბოლოს მე მინდა კარგი მადლობთ რომ მე ამის საშუალება მომეცით და მე თქვენც რო არ გეთქვათ ჩემთვის მე მაინც გავაკეთებდი ამას იმიტომ რომ აუცილებელი არის რომ გავაკეთოთ მიმართვა თვითფასო მეგობრებო არა თუ მარტო ტელემაყურებლებო, არამედ სრულიად საქართველოს მიმართ. 4 ოქტომბერი ჩავატაროთ. უნდა ჩავატაროთ, აუცილებელი არის 4 ოქტომბერი. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ ქართულოს ემას მისცემთ, ხას თუ ვის მისცემთ ხმას. თავარი არის რომ არჩევნებში მივიდოთ და ჩავატაროთ არჩევნები. დავანახოთ მსოფლიო საზოგადოებას. დავანახოთ იმ ლობისტებს და იმ ტრებს, საქართველოს ტრებს, რომ ქართველი ხალხის კულტურა, ქართველი ხალხის ნება, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, ჩვენ არ გვინდა რევოლუციები, ეს დავანახოთ. მივიდოთ არჩევნებზე, ყველა მივიღოთ მონაწილეობა. შესაბამისად, თქვენს აი რა ვიცი, რომ ვისაც გინდა თქვენ იმას ხმა მიეცით და წარად ჩავატაროთ ეს არჩევნები და კიდევ და კიდევ განმეორდები, რომ მშვიდობა არის აუცილებელი ჩვენ ქვეყანაში და მშვიდობის რომ მეტყვი ფასი და მშვიდობის ძალა არის ყველაფერი და ეს ავარ ჩვენზეა დამოკიდებული თვითოულ ჩვენთანაზე საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული როგორ იქნება ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა ჩვენ ვართ ყველაფერი ხალხი ვართ ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ მაშინ რომ საქართველოს მოსახლეობის 98% არის მშვიდობისა და სიყვარულისა და კეთილდღეობის მომხრე და ამიტომ ყველამ გავაკეთოთ და გადავდგოთ ის ნაბიჯი რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობად. ეხლა მე მინდა მიმართო იმ მოძალადეებს, მე მინდა მიმართო ტერორისტულ ორგანიზაციას, ნაციონალურ მოძრაობას, მე მინდა მიმართო იმ გაქცეულ დეზერტირ ოფიცრებსა და იმათ რა ქვია, იქ ვითომ ომში ნაომარი ხალხი რო არიან და ჩამოვიდოდნენ, იქ პოზირებას გააკეთებდნენ კამერებს და მე გამორბოდნენ ახეთ და ნაომრობის სახელს ოერთქვენ და ძალიან ბევრს არ გეკუთვნით ის სტატუსები, რომელიც სტატუსები თქვენ აქვს. მე მინდა თქვენ მოგმართოთ. მე როგორც ერთ-ერთი ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი. თქვენ ძალიან ცუდად იქცევით, იცოდეთ. ეს სანქციები არის მიუღებელი ნებისმიერი ოფიცრისთვის და ნებისმიერი გენერლისთვის და ნებისმიერი ჯარისკაცისთვის, რომლებიც ჩვენ აქ ვიმყოფებით საქართველოში და რომლებიც აქ ჩვენ ვცდილობთ და ვბრძოლობთ იმისათვის, რომ საქართველოში ტყვია არ გავარდეს და ქართველს არ ესწროს. ამას ვაკეთებთ მაქსიმალურად. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ იმაში და ეს მე კომუნიკაციები მაქვს აქ საქართველოში არსებულ სამხედროებთან, პოლიციელებთან, ვეტერანებთან, მოქმედებთან, არამოქმედებთან, ყველა ვართ ერთ პოზიციაზე, რომ არჩევნები უნდა ჩადარდეს მშვიდობად სწორად და ტყვია არ უნდა გავარდეს და ქართველს არ უნდა ესწროს. თქვენ ვიცით ყველაფერი ვიცით, რას გინდათ გააკეთოთ. მთელი გეგმები ვიცით, აბსოლუტურად. ვიცით იარაღით რო გაქვთ. ვიცით ის რომ ჯგუფები რო ხავთ ჩამოყვანილი საქართველოში. ვიცით ის რომ ემზადებით და მოკლათ ვიღაცა ან თქვენიანი, ან ერთი ვარ ჩვენ სულ ყველა. შენიანი, ჩემიანი ამ ქვეყანაში არ არსებობს. იმიტომ რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ერთი ოჯახი ვართ. ვიცით ეს გინდათ გააკეთოთ. თქვენ ხართ ძალიან მცირე ჯგუფი. არა ხართ ის მასშტაბები, რომელი მასშტაბები საფუძველზეც დაუშვათ თქვენ ვერ გაგიკლავდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. არა ხართ ის მასშტაბები და ის ძალები არ გაგაჩნიათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაინც დავიტოვებ იმის უფლებას, როგორც ერთ-ერთი ქვეყნის ჯარისკაცი, მე როგორც მეთაური და მე შევხვდი მეთაურთა შემადგენლობას და ვის თქვენ მქონდა საუბარი და ვისაუბრეთ, შევაფასეთ შექმნილი მდგომარეობა, შევაფასეთ ის საფრთხეები და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება თუ იმ შემთხვევაში დაუშვათ. ეს არ მოხდება, მაგრამ
არ მოხდება, მაგრამ ყოველთვის ჩვენ რაღაც გარკვეულ ამა თუ იმ ტიპის ოპერაციები, როდესაც ტარდება სამხედრო ოპერაციები, სათადარიგო გეგმები ყოველთვის გვაქვს. და ამ სათადარიგო გეგმა გვაქვს ჩვენ. სათადარიგო გეგმა რა არის? თუ იმ შემთხვევაში თქვენ მათაც გადადგით ის სულელური ნაბიჯი, ესრულეთ ვიღაცას და მოკალით, ხო? და დაიწყეთ პარლამენტის და სხვა დანარჩენი სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება და შტურმი, იცოდეთ 3 საათის განმავლობაში ხდება მობილიზაცია ჩვენი და ვიკრიბებით 2 ბრიგადა. 2 ბრიგადა 4000, 9000 მებრძოლი დგებით. 9000 მებრძოლი დგებით და ვიწყებთ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებას. ეხლა იარაღი სად არის? იარაღი თქვენი იარაღი, რომელიც თქვენა გაქვთ, ხო? ის იარაღი ამოშტება ჩვენ ხელში, იცოდეთ, კაიგეთ რა შეასაქმე. ყველაფერი ვიცით. ვის სად როგორ გაქვთ დაფერე გაქვთ, კაიგე. იარაღის დამიზნებასაც ვერ მოასწრებთ, იცოდეთ. მე თქვენ გირჩევთ ყველას გირჩევთ. იმ გაქცეულ გამოქცეულებს დეზერტირები იქნებით თუ შემდგომ რაღაც ტვინი გადაგებულოთ და ვიღაცამ გადაგიბირათ და ამ გადაბირების საფუძველზე თანხები გადაგიხადათ და აგენტები გახდით და აქ შით ჩაბუდებულ ძალებს კიდევ და იმ უკრაინულ დესანტს რომელიც აქ საქართველოში იმყოფება და იმ იგილის ტერორისტები ხარ ჩამოყვანილი კიდევ იცოდეთ ამოიგდეთ თავიდან ეს სისულელეები დროულად ეხლა გადით და გაგვასწარეთ ქვეყნიდან წადით ვიცით თქვენი თითოეული გადაადგილებები დროულად გაგვასწარეთ ქვეყნიდან და მოგციდით აქედან რომ ჩვენ არ მოგცეთ იმის საშუალებას რომ ქართველების სისხლი დაღვაროთ იცოდეთ ეს თამას ჩვენ გავაკეთებთ და ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად დაუდგებით გვერდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმ ძალოვნებს და ვიქნებით ერთად და ვიმოქმედებთ შერწყმულად იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და დავიცვათ ჩვენი შვილები თქვენარი ტერორისტებისაგან და საქართველოში არ მოხდეს მეორე ფრონტის გასხმა არ გადაიქცეს საქართველო უცხო ქვეყნის მოძალადეებისა და ბოლშევიკების სათარაშო პოლიგონად. ეს არის ჩემი მიმართვა. მადლობა ბატონო ტრისტან, შეგახსენებთ რომ ეთერში იყო TV+-ის სპეციალური გამოშვება, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ.